გამარჯობა მეგობრებო. პირველ რიგში გეტყვით რომ ნესვს გავდღეს. მეორე რიგში გეტყვით რომ ჩითილები გადასარევად არის ჩემი ნესვის. აგერ კი ხედავთ, ეს პატარები არის კიტრნესვა. არ ვიცი სად დავრგო, მაგრამ რაღაც ადგილს მიუჩენ განსაკუთრებულს. აი ეს ნაკვეთი მაქვს. წინა ვიდეოში კი ნახეთ, აი საზამთროს ვაყოლებ ორ კვალს, აი იქ სადაც უკვე დამორჩილებულია და აი აქ ნესვს. მე ვიღაც მიწაზე რო იტყვის რა ეს, როცა ნახავთ როგორ კარგად იქნებიან, აი შენ ალბათ კარგი მიწა გაქვს, აი მეგობრებო ჩემი მიწა. ბეტონი, ბლოკი, აგური. რავი, აი წერაქვით ვიღებ ფორმულებს ფაქტიურად რა. იგივენაირად როგორც საზამთროზე ხმარობთ კარბამიდს, ბიომიქსს, კომპოსტს. დაშორებებს რაც შეეხება, ხა ცოტა კი გაგვექცა სიგანეები, მაგრამ არა უშავს. 60 სანტიმეტრი მქონდა თავიდან დაკავებული უშუალოდ აი ორ მწკრივს შორის 60 იყო და 50-60 სანტიმეტრი იყო ნესვებს შორის რა. და თავისუფალი ზონა მინიმუმ ჭირდება დარგულიდან მეტრი. აქ აქვს მეტრი და ქვაფენილზეც შეუძლია ავიდეს, ქვაფენილზე ამ ბეტონზეც ცოტა იქითაც შეუძლია გადავიდეს. ანუ მეტრი 30, მეტრნახევარი ექნება კიდე სასიარულო და იგივენაირად იქ საზამთროსკენაც მეტრი შეუძლია რომ გაიწევს და ასბესტის მილიც ამოვთხარე შემთხვევით წავაწყდით და რავი რაღა ნაგავი აღარ ამოვიღეთ აქედან. ეხლა ვიღაცა იტყვის ეს დასა კულტივირებელი იყო, რაღაცა იყო. ამის დაკულტივირება ჯერთი საწყალი კულტივატორი აქ დაიმტრევდა ყველაფერს ლომით კიდე და ბარით ამას არ ვიცი. სამი კვირა მოუნდებოდით ალბათ ამის მთლიანად გაწმენდას, ზოგადად 15 სანტიმეტრის ქვემოთ ბეტონი არის. და აი ასე ვაკეთებ. შესაბამისად ახლა გავაგრძელებ მე ჩვეულებრივად ყელს დავუმულჩირებ, აი ამ კარდონის მაგვა რაღაცებს დაულაგებ, კიდე ზემოდანაც დავაყრებ მულჩას და აი გამოვრწყავ თავისთავად რა თქმა უნდა. ზომებს ვიცავ მე ასეთს და დანარჩენი თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ. ნესვის ჯიში არის ლადა და კოლხოზნიცა. ვისაც გახსოვთ მრგვალი პრიალა ნესვები განსაკუთრებით ვინც საბჭო წყობას მოესწარით, მაშინ იყო თესლი შემოქონდათ კოლმეურნეობაში ხომე, აი ამ კიტრიმის ნესვების რა. ეს კონკრეტულად არის თვალწვდები კოლხოზნიცა. აბა, წარმატებები ხო ამოსვლას რაც შეეხება, არ ვიცი რატო ვერ ამოყავთ. თელ თესლებში ალბათ 5% თუ არ ამოვიდა, არც კი ალბათ შეიძლება 1-2% ამოვიდა. აი ხა სადაც არ მაქვს ამოღებული, თქვენ თვითონაც ხედავთ, არც ერთი ცალი არ არის და აქ რომელიმე ამოსული არ ყოფილიყო, მიწა იქნებოდა ცარიერი, ხო? ყველა ამოსული იყო აბსოლუტურად. აი ყველა, კიტრნესვაც კი. აქედან უკვე ამოღებულია, დარგულია. უყურეთ ხოლმე ვიდეოს ჩითილების გამოყვანას და დაიცავით ის პირობები და ყველაფერი ამოვა უკლებლივ. ყველა თესლი ფაქტიურად რა. გავაგრძელე მუშაობა და საბოლოო შედეგს გაჩვენებთ. აი ესე გავაფინე მოყავოებით. რაღაც სამშენებლოზე არის გამონაყენები ამ სახში საერთოდ არ ვიცი რა არის. ეს მოყავო არის ძალიან სქელი დაპრესილი, საბჭოური რაღაც ვერი და გადაყრა დაწვას, აი ვიყენებ. უსწორმასწორო არის კი ხედავთ მიწა, მაგრამ არაფერი პრობლემა არ არის. კარგად მოვრწყე კიტრები ნესვები. აი მართლა კარგად ძალიან, იმიტომ რომ ნაგავი ეყარა, ბლოკები ელაგა და ამ ადგილას გამომშრალი იყო მიწა ძალიან რა. ეხლა დავაყრე მულჩას, ფიტოსპორინით, ანუ ბიოკატენ, აგროკატენით ჯერ არ დავამუშავებ, იმიტომ რომ ხვალ საშინელი წვიმებია და წვიმები რო გადაივლის, მე დავამუშავებ ბიოპრეპარატებით. შევასახლებ, რასაც ქვია სასარგებლო მიკროფლორას. აი ხა დავამულჩირებ აი თივა. აი ასე გამოიყურება დარგული. ეს წამოიზრდება და უფრო ახლოს მივუწევთ მულჩას რა.